ვინ არიან ანტრეპრენერები? ანტრეპრენერი ფრანგული სიტყვა და გარკვეული ქმედების განხორციელებას, საქმის დაწყება კეთებას გულისხმობს. ქართულ ანალოგად ხშირად მეწარმეს ან ბიზნესმენს ვიყენებთ. თუმცა ჩემთვის ეს ტერმინი ასოცირდება გარკვეულ რისკის გაწევასთან, სტარტის აღებასთან, მოქმედებასთან, შეუპოვრობასთან და სითამამესთან. ქართულად ეს სიტყვა ითარგმნება როგორც მეწარმე, თუმცა ზუსტად ვერ ასახავს მის მნიშვნელობას. უფრო შეესაბამება სიტყვა ოჩარი მენეჯერი, ძლიერი ლიდერი, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი ბიზნეს საქმიანობით ცვლიან სამყაროს. ძნელია გეყოს განბედაობა, ნებისყოფა და მისწრაფება შექმნა რაღაც ახალი და განსხვავებული, თუმცა დასაფასებელია. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიტყვას ვისმენ, ჩემს ირგვლივ არაერთი წარმატებული მაგალითი მახსენდება, დაწყებული პატარა საცხობით, დამთავრებული თუნდაც დიდი სამკერვალოთი, რომლებიც დღეს ძალიან დიდ, წარმატებულ და მომგებიან ბიზნესებად იქცნენ. მრავალი წლის წინ ამ იდეის განმახორციელებლები ახალგაზრდა, ენერგიული და თამამი ადამიანები იყვნენ. ადგნენ, რისკი გაწიეს, იფიქრეს, გათვალეს, შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ დაუღალავი შრომის შედეგად წარმატებას მიაღწიეს. დასაფასებელია. მე პირადად სიამაყით ვივსები, როდესაც ასეთი მაგალითები მახსენდება. ზოგადი სტატისტიკა აჩვენებს, რომ დასაქმებული ადამიანების 2/3-ს ურჩევნი აკეთოს ის, რასაც უფროსი ეტყვის. აქ ნაკლებია მისი პასუხისმგებლობა. დარჩენილ 1/3 საერთოდ სულ წუწუნებს თავის საქმიანობაზე. 1/6 კი ქმნის. სწორედ ეს უკანასკნელია ნამდვილი ანტრეპრენერი. დასაფასებელია იყოს შენი თავის უფროსი. ძალიან მომწყო სლოგანი Be your own boss.